პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულები, რომლებიც დღეს ალაპარაკდნენ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოს ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს უკვე ყოფილი თანამშრომლები უკანონო გათავისუფლებაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ ბაჩუ ახალაიას თავდაცვის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე კვირაში უშუალოდ მეგის ქარდავას ხელმძღვანელობით სამმართველოდან 80-მდე თანამშრომელი გაუშვეს. ყოფილი სამხედროები იხსენებენ, რომ მათთვის არავის უთქვამს სამსახურიდან დათხოვნის რეალური მიზეზი და არც კომპენსაცია არ გადაუცემიათ. გათავისუფლებული თანამშრომლები აცხადებენ, რომ ახალაიამ საკადრო გადაწყვეტილებების საკუთარი პოზიციების გამტკიცების მიზნით მიიღო და სამმართველოში საკუთარი გარემოცვა მიიყვანა. ვიდა მეგის ქარდავა ჯერ ერთი ქარდავა მოითხოვა შეხვედრა უბრალოდ თვალი გადაგვავლო და დაგვითხოვა სამსახურიდან. ეს მოხდა თან ჩვენს სამსახურს, ჩვენ სტრუქტურას არის რამდენიმე პროცედურა, უნდა იყოს გაფრთხილება ერთი თვით ადრე, თუნდაც დათხოვის შემდეგაც უნდა იყოს წერილობითი მოხსენება. 80 კაცი გავანთავისუფლეს. 80 კაცი, რომელსაც დღეს ყველა ვცდილობთ, რომ გავარკვიოთ აი მართალი, რომ რა იყო მიზეზი. ჩანაცვლება მოხდა, ბატონო, ჩანაცვლება მოხდა იმისა, რომ ჩვენ ყველა მოგვიშორეს და ჩაანაცვლეს ისეთი ადამიანები, ვინც იდგა ბაჩუ ახალაიას და მეგის ქარდავას ფრთის ქვეშ.